კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. თეორემას მეორე ნაწილის თემა არის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში და მე მყოფნის თავხედობა რომ ვისაუბრო ამ თემაზე ჩემს სტუმრებთან ერთად. იმედია სტუმრები დამეხმარებიან. მოგეხსენებათ გუშინ ფინალში არგენტინა დამარცხდა გერმანიასთან 1-0. მსოფლიო ჩემპიონი გახდა გერმანია, ხოლო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი. წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს სერგი კაპანაძე, ორგანიზაცია გრასის დამფუძნებელი, რომელიც იმყოფებოდა ბრაზილიაში ჩემპიონატის მსვლელობისას. ბატონი დავით კოზირიძე, ჟურნალისტი, ტაბულას ავტორი და გადაცემის წამყვანი. ბატონი ლევან კობიაშვილი, ფეხბურთელი და ისევ ირაკლის აღინაძე, უნივერსალური პროდიუსერი, რომელიც ცოტა ხნის წინ არჩევნების შედეგებს მიმოიხილავდა. დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. კოზირამ გადაცემის დაწყებამდე მკითხა, ამ ნაწილის დაწყებამდე მკითხა, როგორ გადაიტანა გიგამ არჩევნების რა იყო? არჩევნები ყველაფერი ერთად, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ გუშინ ფეხბურთის დღე იყო, გუშინ არჩევნებზე არ უფიქრია, გუშინდელი ფინალი. გადაიტანა გმირულად და თავარი რაც ამშვიდებს მე ჩემი გადმოსახედიდან რამდენთაც მე მას ვიცნობ ის არის რომ თქვენთან ბრაზილიის ფანებთან მუდმივად ექნება შესახსენებლად ის 7-1 რომელთაც დამთავრდა გერმანია მსოფლიო ჩემპიონი და არც უკვე მსოფლიო ჩემპიონისა და ბრაზილიის მატჩი მაგრამ შენგან დავიწყებ, რადგან ყველაზე ტრაუმირებული შენ ხარ. ჩემთან მაინც მოგცემ შესაძლებლობას, რომ ცოტა რეაბილიტირდე პირველი იქნები. თავარი რას გამოყოფდი? ყველა საინტერესო შენთვის რა იყო ამ ჩემპიონატზე? გავადევნებდი Facebook-ზე შენს პოსტებს, თავს უნდა ვთქვა, რომ სოციალურმა ქსელმა და ზოგადად ამ ახალმა ტექნოლოგიებმა და კომუნიკაციის საშუალებებმა ჩემი ცოდნა ფეხბურთში ძალიან ამაღლა, იმიტომ რომ მინდა არ მინდა მივყვები. ამბობდი, რომ ეს არის ძალიან ცუდი ჩემპიონატი. რატომ ფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან ეს ჩემპიონატი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ 7-1. ხო, არა, ბრაზილია არაფერ შუაში არ არის, აქ სუბიექტურობას რო შევეშვათ. ჩემთვის კი, ეგ მინდა და დამატებინა. ჩემთვის ძალიან ცარიელი ჩემპიონატი გამოვიდა, უშინაარსო, შეიძლება ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მე ახალი ამ ჩემპიონატზე ვერაფერი ვერ ვნახე, ვერც ტაქტიკური თვალსაზრისით, ვერც ფეხბურთელი ვერ ვნახე ახალი. ვერ ვნახე კარგი პასი, ვერ ვნახე კარგი კომბინაცია. ის რისთვისაც მე მიყვარს ფეხბურთი, მე ეს ვერ ვნახე ამ ჩემპიონატზე, იმ დოზით, რა დოზითაც მსოფლიო ჩემპიონატზე ეს უნდა ნახო. ამიტომ მე მგონია, რომ რაღაც გარდამავალი ეტაპივით დადგა ფეხბურთში, სულ წერდი და ეხლა გავიმეორებ ფიზკულტურას დაემსგავსა, იმიტომ რომ თუ მაგალითად ადრე, აი 10 წლის წინ ფეხბურთელები დარბოდნენ 10 კილომეტრს, ეხლა დარბიან 15-ს, ანუ ეს ნიშნავს, რომ იზღუდება დრო, იზღუდება სივრცე, წამის მეასედი რჩება ფეხბურთელს რომ რაღაც მოიფიქროს. ამიტომ მიდის აი ფიზკულტურა უკეთესი. უკეთესი ხო არ ვიცი, ჩემთვის საინტერესო მაგალითად აი 120 წუთი რო უყურებ, რომ 22 კაცი უბრალოდ დარბის და ეძებს სხვის შეცდომას, ჩემთვის ეს არ არის ფეხბურთი. და რო არ მედის რისკზე რომ თავად დაუშვას თუნდაც შეცდომა? ხო. ლევან, რამდენად იზიარებ კოზირას, დათოს ბოდიში მე მიჩვეული ვარ კოზირას მეძახით. დათოს თქვათ აი ამ დამოკიდებულებას და ზოგადად რატომ დარბიან დღეს ფეხბურთელები უფრო მეც ვიდრე დარბოდნენ ადრე? რა შეიცვალა, რა ხდება? ზოგადად ვიტყოდი რომ ვეთანხმები ერთ შემთხვევაში რაც მერვეთ ფინალებიდან დაიწყო. იქიდან უფრო მგონია რომ გუნდებმა მეტად ჩაკეტილი ფეხბურთი ითამაშეს. თუ გადავხედავთ ჯგუფურ ეტაპს, იქ ჩემის აზრით ძალიან ბევრი გოლი გადიოდა. რაც მაყურებლისთვის ერთი მხრივ ძალიან სასიამოვნოა. რასაც მე პირადად არ მოველოდდი. მე მეგონა რომ თავიდანვე ბევრი გუნდი ეცდებოდა ძალიან ჩაკეტილ ფეხბურთს, უფრო დაცვაზე ორიენტირებულს, მაგრამ გადიოდა ბევრი გოლები, რაც უფრო საინტერესო და სანახაობრივად კარგს ხედა. რაც შეეხება მერვეთ ფინალებიდან, ბევრად თუნდაც იყო რამოდენიმე გუნდი, რომლებიც თლიანად დაცვაზე იყვნენ ორიენტირებული, მათი მთელი ამოცანა იყო დაცვით ფუნქციები და კონჩეტებებზე აეწყოთ ეს თამაში და მეორე მხრივ, ანუ ფეხბურთელები დარბიან ბევრს ეს არ არის მარტო მსოფლიო ჩემპიონატი, ანუ მე თვითონ ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, ანუ იგივე გერმანიაში ბუნდესლიგაში მართალია თუ ადრე დარბოდნენ 9-10 კილომეტრს, დღეს
საშუალოდ მინიმუმ არის ზღვარი 11.5-12 და ადის ასე შემდეგ. ანუ ეს მოითხოვს დღევანდელი ფეხბურთი ეს მარტო მომზადებულები არიან ფიზიკურად. რასაკვირველია, ანუ მარტო მსოფლიო ჩემპიონატს არ ეხება კონკრეტულად. ზოგადად ფეხბურთში არის ასე, ანუ ბევრ შემთხვევაშიც არის, მეც არ ვეთანხმები იმას, მაგრამ სამწუხაროდ არის, რომ ის გუნდი, რომელიც საერთოდ თამაშის შემდეგ შეჯამება მიდის, ხშირ შემთხვევაში, რომელიც უფრო მეც იმუშავებს და ირბეს, უფრო პროცენტულად მათი გამარჯვების. საინტერესოა ჩოგბურთში თუ დარბიან. მე მგონია რომ ყველგან უფრო მეც დარბიან, მეტ ენერგია, ანუ უფრო განვითარდა ამ ფიზიკური მომზადება. სიჩქარეები იზრდება რა, დროის ღირებულება გაიზარდა, ანუ ფასი, სწრაფად აზროვნების, სწრაფად ნაბიჯის გადადგის, გადაწყვეტილების მიღების, საკუთარ თავზე ამ დროს პასუხისმგებლობის აღების უნარის, ლიდერის თვისებების განვითარების, ჩვეულებრივ ნებისმიერ სფეროში ასე არის, არა მარტო ფეხბურთში და მე და დათო სხვათა შორის ძალიან ბევრს გამათობდით იგივე სოციალურ ქსელში და მინდა ვთქვა მე პირიქით ძალიან მომეწონა ის რაც ვთქვა დათოს აზრით არის ნაკლი ამ ჩემპიონატის ჩემის აზრით ეს არის პლუსი და სიახლეც სწორედ მსოფლიო ჩემპიონატებზე არის ის რომ აი ესე ავხსნი ზოგადად სანაკრებო ფეხბურთი და საკლუბო ფეხბურთი ერთმანეთისგან განსხვავდება იმით რომ ნაკრებში არის ნაკლები დრო იმისათვის რომ ფეხბურთელებმა რთული ტაქტიკური დავალებები შეისწავლონ მწვრთნელისგან და ამიტომ სანაკრებო თამაშები არის ყოველთვის შედარებით მარტივ ტაქტიკურ რაღაცა სქემაზე აწყობილი და შესაბამისად რომანტიკა მეტი მოდიოდა ხოლმე ვიზუალური აი ცოტა ჰოლივუდის ფილმებს გავს ხოლმე ამიტომ ის პატრიოტული ბექგრაუნდი თან რომელსაც ამ დროს ახლავს და ის რაღაცა სული და ბრეივჰარტული შეძახილები ნუ მაყურებლის მობილიზაცია ცოტა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ამას ძალიან ლამაზ კინო დაქცევდა მაგრამ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდები ჩამოვიდნენ მომზადებულები როგორც კლუბები რა აი მათი ფუნქციონალური მომზადება ტაქტიკური მომზადება იმდენად რთული და ჩახლართული ტაქტიკური თამაში იყო სიტყვაზე არგენტინა ჰოლანდია რომელიც არც თუ კარგი საყურებელი იყო თუ დაინტერესებული გულშემატკივარი იყო ჩემგან ტაბულას დედრობითი სქესის წარმომადგენლები ძალიან კარგად იცნობენ ფეხბურთს ჩემი გადმოსახედიდან მე რამდენადაც შემიძლია იმიტომ რომ დგანან და გიგას ეკამათებიან ხოლმე ხა მაგალითად ნინო მაჭარაშვილი, სალომე უგულავა, იგივე სალომე ბარკერი და ნინო წერდა მაჭარაშვილი რომ აი ორი ავტობუსი დგას და ერთმანეთს ეხახუნებავს და რაღაცა კარგი შედარება დააღვიქვი, იმიტომ რომ რაც მესმოდა გაგრძელი თუ შეიძლება ხო, არაფერი, ანუ სიახლეც ამაში იყო, რომ გუნდებმა და მწვრთნელებმა აი მით უმეტეს რომ საშუალო მეორე რიგის გუნდებმა შეძლეს განსაკუთრებით თან ისე რომ არ ითამაშეს ჩაკეტილი ფეხბურთი მაგალითად იგივე ალჟირი, კოსტა-რიკა, ამერიკის შეერთებული შტატები, ბელგიის ახალგაზრდა გუნდი, აი ბელგიის და ამერიკის თამაში იყო, ჩემის აზრით ერთ-ერთი ყველაზე სანახაობდა, აი რო ვიხსენ 82 წლის საფრანგეთი გერმანია მახსენდება და ეს იმდენად ემოციური იყო, რომ აი შემიძლია რომ შევადარო იმდენად დიდი ენერგია, ბრძოლა, ლამაზი მომენტები, თავდადება, აი ყველაფერი იყო რა. კი ბატონო, იმ სურპრიზებზე, რაც ფავორიტმა და არაფავორიტმა გუნდებმა, ვთქვათ, გვაჩვენეს ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, მინდა ახლა სერგის ვკითხო, თვითონ ბრაზილიაში რა ხდებოდა. თქვენც იყავით თუ არა, არ იყავით. რა ხდებოდა ბრაზილიაში ზოგადად თამაშის დროს იქ იყავი? როდესაც აი ცნობილი ავაცახსენებელი თამაშის დროსი. არა, იმ ავაცახსენებელი თამაშის არ ვიყავი. ბრაზილიაში იყო ჩემი დაკვირვებით ესეთი განცდა, მე ორ ქალაქში ვიყავი, სან-პაულოში და სალვადორში. იყო ესეთი განცდა, რომ ბრაზილია აუცილებლად მოიგებს ამ მსოფლიო ჩემპიონატს და ეს ყველაფერი დანარჩენი რაღაც ესეთი პროცედურული საკითხია და ახლა მოგვარდება და მოკლედ ბრაზილია არის ჩემპიონი. ყველა იყო დარწმუნებული, უნებრივია ესეც, იმიტომ რომ ძალიან დიდი გულშემატკივრობა არის ნაკრების და ამიტომ ის მარცხი გერმანიასთან იყო რაღაც კატასტროფის ტოლფასი. ახლობით ჩემი საბჭილებით ესეთი განცდა ქონდა. ნუ ბრაზილიელებს აი ახლო ნათესავი რო დაეღუპება, ყველას დაეღუპა ერთი ახლო ნათესავი. ახლობით ეგეთი განცდა ქონდათ. მაგრამ თვითონ რა თქმა უნდა იყო ფანტასტიკური გარემო, იმიტომ რომ ეს ფეხბურთი ცხოვრობდა მართლა მთელი ქვეყანა. იმ ერთი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ისმოდა ეს რაღაცა ხშირად ისმის ხოლმე, მე ვთქვათ საფრანგეთში რო ვცხოვრობდი, ვატყობდი როგორ გადაჭარბებულად ისმის ხოლმე ხმები თბილისში, ვთქვათ იქ თუ რაღაცა ხდება, იმიტომ რომ ვთქვათ რაღაცა პროტესტია სადღაც რომელიღაც გარეუბანში და დედაჩემი რეკავდა ხოლმე რომ ხო ცოცხალი ხარ და მე ერთ არც ვიცოდი თუ იქ სან-პაულოში და აი ეს იგრძნობა ეს პროტესტი. ინგლისში როდესაც ფეხბურთებია, იგრძნობა, მაგრამ როდესაც ფეხბურთი თავდება, შეიძლება ვერც იგრძნობა რომ სოფლიო ჩემპიონატი არის. დიდ ქალაქებზე მაგ საუბარ, თორე
სალვადორი, რომელიც ასევე დიდია, რამდენიმე მილიონიანი ქალაქია. იქ ასე ვთქვათ, ყოველი წამი რაღაც ფეხბურთით იყო გაჟღენთილი, ხო, გაჟღენთილი. ამიტომ მაგრამ ის როდეს იყო დიდი ზეიმი და მთელი ერი ამისთვის ემზადებოდა და შესაბამისად იმის გამო რომ ემზადებოდნენ განიცადეს ეს ძალიან იგრძნობოდა და მართლა მათთვის დიდი ტრაგედია იყო. კი, ეს მე უკვე გულის შეტევებით საავადმყოფოში მივხვდი და სტატისტიკა მოცემული. ხანდა დისკუსიაც მინდა გამოვხმარო. მე მაინც არ მგონია რომ იყო ცუდი ჩემპიონატი. უფრო მეტიც მე მგონია რომ იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ჩემპიონატი ბოლო ალბათ 30 წლის განმავლობაში. ალბათ აი საფრანგეთის 98 წლის ჩემპიონატს შევადარებდი დაახლოებით ერთ დონეზე. და ხო შეიძლება რაღაც აი ესეთი დიდი სიახლე არ ყოფილა ხო როგორც ვთქვათ 58-ში იყო ეს 4-2-4 ბრაზილიის ახალი ტაქტიკური სქემა და რაღაცა. ეგეც სიახლეები აღარ ხდება ხო, თუმცა გამოჩნდა ძალიან ბევრი კარგი გუნდი. ანუ თამაშები წეგან თქვა ირაკლიმ ბელგიაში იყო ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში მართლაც. ალჟირმა ითამაშა ორი ფანტასტიკური თამაში. ირანი რო ირანია, მანაც კი აჩვენა რომ მას შეუძლია ძალიან მაღალ დონეზე ითამაშოს მაგალითად არგენტინას. კოლუმბიას და ჩილეზე აღარაფერს აღარ აქვს, მე მგონი მთელი მსოფლიო უყურებდა საფრანგეთის გუნდების ძალიან მაგარ თამაშს. რაც მე არ მახსენდება ესეთი ჩემპიონატი, რომელშიც ამდენი კარგი გუნდი იყო და ისეთი თამაშებიც კი, რომლებიც წესით მოსაწყენი უნდა ყოფილიყო, იყო მაღალი დონის თამაშები. 94-ში იყო თუ გახსოვთ ბოლივია სამხრეთ კორეა 10 წუთი რო დაამატა საჯმა, მთელი თამაში არაფერი არ ხდებოდა. და ეგეთი ტიპის თამაშები ეხლა როა იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო თანახაობრივი. მე ერთას დავამატებ. გოლები გავიდა ამ ჩემპიონატზე იმდენივე რამდენიც 98-ში, ანუ რეკორდი გამეორდა, ხო? ეს იმ ფონზე როცა მეკარეობა ამ ჩემპიონატზე იყო, ჩემი აზრით ყველაზე მაგარი ბოლო 30 წელს თუ შევადარებ. ამდენი ტოპ კლასის მეკარე, და ამდენი სეივები თამაში მე არ მახსოვს. გინდა ამერიკის, გინდა ნიგერიის, გინდა ალჟირის, აღარ ვიცი რომელი მეკარე, ვინ იყო საუკეთესო მეკარე, კითხვა გუშინ კი მიცეს ნოიერს, იმიტომ რომ მართლა დაიმსახურა ეს. ხელანანი ქონდა. როგორ? ჰოვარდი არ გონია, მე ვთვლი რომ ჰოვარდი იყო, იმიტომ რომ გინდა ნევესი, გინდა ენიამა, გინდა რომელი მეკარე, რომელიც შევია ნამდვილად. სასწაული მეკარეო, გინდა სილესენი, თუნდაც რომერო, რომელმაც მართლა ფანტასტიკურად ჩაატარა განსაკუთრებით მეორე ნაწილი ჩემპიონატის. ამიტომ ამის ფონზე მაინც ყველაზე მეტი გოლი გავიდა. ჩემს აზრით, ამიტომ ძალიან საინტერესო საყურებელი. კი ბატონო, ჯერ მოდი ბაშნა ეს სხვა გუნდების აი შენს მიერ ფავორიტად დასახელებული გუნდების თამაში შევაფასოთ და შემდეგ უკვე გერმანიასთან დაკავშირებით მექნება კითხვები. ლევანთან ფავორიტები მე მახსოვს პირველად ჩემპიონატის გახსნისთვის რომ მომემზადა, მე წავიკითხე კარგად ჩემი სტატია, დავიზეპირე ის გუნდები, რომლებსაც ფავორიტებად მიშევდა. პრინციპში დიდი ასეთი სხვადასხვაობა შენს მიერ დასახელებულ ფავორიტებს არ გამოუწვევია, მაგრამ რეალურად ჩემპიონატის განმსვლელობისას ვიხილეთ ის, რომ ესპანეთი, იგივე იტალია, ინგლისი, ქვეჯგუფებიდან ვერ გავიდნენ, ხო? ინგლისი მე მგონი საერთოდ ამოსაწერია მაქსიიდან, იმიტომ რომ ნუ რა ვიცი ინგლისს და ჩრდილოეთ კორეას აქვს უკვე ერთი შედეგი და ნუ არ ვიცი. ხო. გაჩეხება ხა ესპანეთს და იტალიას, იტალიას ედიზედ მეორედ ვერ გავიდა ჯგუფიდან. ნუ ესეთ კრიზისია იტალიაში უკვე ამაზე შიგნით ლაპარაკობენ, შეიცვალა მწვრთნელი ფედერაცია. მოდი ინგლისები ვიტყვი რა, ინგლისე მარგარეტ ტეტჩერის ძალიან კარგი ციტატა არსებობს. გერმანიამ დაამარცხა ინგლისი და ვიღაცა ეკითხება რომ როგორ გზნობთო თავსო რომ თქვათ თქვენს ნაციონალურ სპორტში გერმანიამ დაგამარცხათო და ეგ არაფერია ჩვენო მათ ნაციონალურ სპორტში ანუ მსოფლიო ომებში დავამარცხეთ. ისინი უკვე ორჯერო. ასე რომ ეს რაღაცა ნიშანდობლივ იმის გათვალისწინებთ რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონი გახდა, არ ვიცი რამდენად კორექტული ხუმრობაა, მაგრამ მომწონს ეს ხუმრობა. ნუ რა შეიძლება ესპანეთს, ესპანეთში უკვე ძალიან დიდი ეპოქა დამთავრდა, ეპოქა რომელმაც აი გადაურბინა მთელ მსოფლიოს და მე მგონია რომ ეგეთი დიდი ეპოქა ალბათ არც ერთ ქვეყანას არ ქონია. თუ გავითვალისწინებთ ნაკრებს, ბარსელონას, რეალს, აი 7-8 წელიწადს, რომლის დროსაც უბრალოდ კონკურენციას ვერ უწევდა ვერავინ. ამას პრინციპში შეეწირა ლეო მესიც, რომელიც 7 წელია უკვე ერთი თამაში არ გამოუტოვებია, წელიწადში ატარებს მე მგონი 80 თამაშს. და აი წელს უკვე დაეწყო ეს ტრაუმები, ფსიქოლოგიური პრობლემები და ეს გამოჩნდა მსოფლიო ჩემპიონატზეც. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. ლეო მესიმ რამდენად დამსახურებულად მიიღო საუკეთესო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, იქ ვთქვათ, არის თუ არა ის მარადონა. მე ხა ლეო მესის ადგილას გავგიჟდებოდი მუდმივად რომ ვიღაცას მაგარებდნენ. შედარება არ დავიწყოთ, სწორედ გავათენებთ. ხო, და ეს ამას აუცილებლად დაუბრუნდები, მინდა გერმანიაზე ვიკითხო. პრინციპში კონსენსუსია იმასთან დაკავშირებით, მე არ შემხვედრია ადამიანი და
პრინციპი ფეხბურთის მოყვარულები თუ არ გარშემორტყმული, აი გუშინ სახში მივედი, შეგნებულად გავეცალე ფინალს, მამაჩემთან ერთად უყურე და სახში რომ მივედი, დამხვდა ფისტაშკის იმდენი ნაჭუჭი, რომ მივხვდი, რომ ერთი სტადიონი ხალხი იყო და 5 ყურებს ჩამოყრილი არგენტინის ფანი. როგორ შეაფასებდი გერმანიის თამაშს და ზოგადად რამდენად დამსახურებულად მიიღო მან თქვა ეს ტიტული, რაც მიიღო? ნამდვილად დამსახურებულად ვიტყოდი თავიდანვე. გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში მათ გაიარეს გზა, აი კონკრეტულად მიზან მიმართულად ეს არ არის რაღაც მოკლევადიანი, გზელვადიანი რაღაც პროექტი ქონდათ ამ ფეხბურთის განვითარების უკვე 15 წელია და გუშინ დაუსვეს წერტილი, მიაღწიეს შედეგს, რისთვისაც ისინი შრომობდნენ წლების განმავლობაში და აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ კარგი იყო ეს სოფლიო ჩემპიონატი, იმიტომ რომ გუნდმა, რომელმაც დაიმსახურა, გუნდი, რომელიც ჩემის აზრით მე ყველა ადამიანს მოსაზრებას პატივისცემ, უკეთესი ფეხბურთი ითამაშა, უკეთესი გუნდი იყო, თვითონ კოლექტივი იყო ძლიერი და მათი ანუ შესაძლებლად განსხვავება სხვა გუნდებთან იყო ის, რომ მათ არა მარტო 11 ძლიერი ფეხბურთელი ყავდათ, მათი მთლიანი აი სკამს რო ვიძახით ასე, ნუ დანარჩენი ფეხბურთელებიც მათმა განაპირობეს ძალიან მეტად. ისიც იყო რომ თქვა აი ბრაზილიას ყავს ნაიმარი, არგენტინას ყავს მესი, გერმანიას ყავს გუნდი. აი ეს არის, აი ყველა ავიღოთ ნებისმიერი გუნდი, როგორც თქვენ ახსენეთ, სულ რაღაც კონკრეტულად ერთი ფეხბურთელი ასოცირდება, მათი რაღაც ლიდერია გერმანიის ნაკრებში და იმიტომაც მიმაჩნია, რომ არ ვიცი, ალბათ ძალიან გაუჭირდათ ვიღაც კონკრეტული ფეხბურთისთვის მიეცათ საუკეთესო ფეხბურთი, იმიტომ თვითონ გუნდი იყო ძლიერი. აი ძალიან ბევრი ფეხბურთელები იყვნენ ერთ საზღვარზე. თუმცა ყველაზე მეტი გოლი გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა გაიტანა, ხო? არა, მიულერმა გაიტანა 5, მაგრამ ბომბარდირი რამესი გახდა. კლოზეზე გაქვს საუბარი, ანუ კლოზეზე. ჩემპიონატების ისტორიაში 16 გოლი კლოზე არის. ხო, აი ეს რა მე რა ვთქვი. ანუ კონკრეტული ჩემპიონატის კი არა, ყველა ბოლო თელი სოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში მანძილზე გაიტანა. მაგრამ განსაკუთრებით კიდე ერთ დავამატებ, ანუ შვაინშტაიგერის თამაში იყო გუშინ. იდეალური, ნამდვილად ფეხბურთელმა, რომელმაც ფეხბურთი ითამაშა, იომა, იშრომა და აი თუმცა ყველანაირად შვაინშტაიგერის სისხლიანი წავიდა ბოლოს ეგ. და შეგვიძლია შევადაროთ მასკერანოც არგენტინის ნაკრებიდან, არა მარტო ამ ფინალში, ასევე ნახევარ ფინალში ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. კი ბატონო, განსხვავებით თქვა გერმანიის ნაკრებისგან, რომელსაც დაკავშირებით კონსენსუსია, თქვა აზრთა დიდი სხვადასხვაობა, მათ შორის არგენტინის ფანებს შორის მესის საუკეთესო ფეხბურთელებასთან დაკავშირებით, აი დღეს ნახე გოგი იყო ქავთარაძე მოსული სულ სხვა საქმეზე და მოთქვამდა მესისთან დაკავშირებით, რომ ეს არის ვარსკვლავი, მან არის თამაშა, აი რაღაცა ძალიან ესეთი მომთხოვნი იყო მის მიმართ, იმიტომ რომ მან გერმანია აძლევდა საშუალებას, არ გაიტანა მან გოლი, მე ვთქვათ იქ ბიძინა ბარათაშვილის გამეკურდება მისი მოსაზრება რომ წავიკითხო ფეხბურთთან დაკავშირებით. ბიძინა ბარათაშვილის მოსაზრება წავიკითხე რომ ის არ არის მარადონა და ასე შემდეგ. როგორ შეაფასებდით მესის თამაშს ზოგადად და მესის როგორც ფეხბურთელს? შეაფასებდი კარგად, იმიტომ რომ ელემენტარულად ხედავდით მთელ სეზონს რა პრობლემები გამოიარა ამ ადამიანმა, რამხელა წნეხის ქვეშ იყო ის თავისთავად იქ როგორც კაპიტანი, როგორც მარადონას გმირობის გამეორების, ასე ვთქვათ, კანდიდატი და ასე შემდეგ. კარგად ითამაშა რა, 4 გოლი გაიტანა, გადამწყვეტი გოლები, თავის გუნდს აგებია. 11 გაიტანა იმან, ხო? არა, ჩემპიონატი 5 გაიტანა, 6, მე 5 მიულერმა, 4 გაიტანა, მეცი და კიდე რამდენიმე. ჩემის აზრით იბრძოლა და ჩამოდიოდა უკან, დარბოდა ძალიან ბევრს, მუშაობდა წართმევაზე, არ იდგა უბრალოდ მოედანზე. როცა ვთქვათ, გადამწყვეტი მომენტი იყო და ჯარიმა გაიტანა, ვთქვათ, მერე პენალტების სერიაში პენალტი გაიტანა კითხვის ნიშნების გარეშე. რაც აი ყველაფერი გააკეთა, რაც მის იმ კონკრეტულ ფიზიკურ მდგომარეობაში შესაძლებელი იყო. უბრალოდ ფინალში ვერ გაიტანა გოლი. ხო, ფინალში გოლი ვერ გაიტანა, ვერ გამოიყენეს მის მიერ გაკეთებული ძალიან კარგი პასები. სხვა თავდამსხმელებმა, აი არის რა, მიუხედავად იმისა, რომ თამაშის განმავლობაში მომენტების რაოდენობით გერმანიას ჯობდა არგენტინა და ვერ შეძლეს რეალიზება და იმ ადამიანებმა შეძლეს და დამსახურებულად მოიგეს რა, ესეც კლასია, ესეც მომზადება, ესეც როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. მესიმ მიიღო, მე მაგალითად რობენი უფრო მომეწონა ამ სოფლიო ჩემპიონატზე, ობიექტურად, მაგრამ ზუსტად არგენტინასთან თამაში მასკერანო მოახერხა და რობენი გაანეიტრალა რა. არა მარტო ერთ მომენტში, რომელიც ერთ თვალსაჩინო იყო, როცა
დაეწია და ჩაუწვა და სხვა ბევრი მომენტი რეალურად რობენს უწევდა ძალიან უკან წასვლა, არ ქონდა სივრცე სამოძრაო და სივრცის გარეშე რობენმა ვეღარ შეძლო ის რასაც ყველა გუნდთან ახერხებდა და შესაბამისად აქედან ამოდის მე მგონი უკვე იქ ტიპების გადაწყვეტილება ვინ აერჩიათ საუკეთესო ფეხბურთელად. ადამიანი მივიდა ფინალამდე, ის იყო გამოკვეთილი პასუხისმგებლობით დატვირთული ტიპი, რომელმაც გადამწყვეტ მომენტებში ივარგა, თუმცა ასე ვთქვათ საწყის ეტაპებზე და ეს ვერ შეძლო საბოლოო ჯამში ფინალში, მაგრამ საპირწონეთ იყო გერმანიის ნაკრები, რომელიც აი ზუსტად ეგრე იყო, გუნდი იყო ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანი იყო იმ წარმატებაში თავისი წვლილით. მაგრამ არგენტინის ფინალში მისვლა დიდწილად იყო განპირობებული მესითი, მით უმეტეს რაც დაიმტრა მე დი მარია და დი მარიას გარეშე კიდე ასე ვთქვათ ხელა თუ ცალფეხა მესი თამაშობდა. ამას მეც მივხვდი რომ დი მარია მნიშვნელოვანი იყო მესისთან კომბინაციაში, მაგრამ ამის იქით ვეღარ წავედი უკვე ბრაზილიას რატომ დაემართა ის რაც დაემართა როგორ ვთქვი? ბრაზილიას იცი რა არის, ეხა არ მომხდარა ეგ რაც მოხდა, ეს უკვე წლებია, ბრაზილიელები აღარ თამაშობენ იმ ფეხბურთს, რასაც ქვია ბრაზილიური ფეხბურთი, იმიტომ რომ რა იყო ბრაზილიური ფეხბურთი, რაღაც ტიპები პლაჟზე იწვენ, აი რომარიო, ადრიანო ვიღაცები კოკაინს ყნოსავდნენ, სიგარას ეწეოდნენ, იძახებდნენ შეკრებებზე, არ ჩადიოდნენ, მე ჩავიდოდნენ, ნასვამი მივიდოდა ვარჯიშზე, გავიდოდა მოედანზე და ახევდნენ ბურთს თავზე ვიღაც. ეხა ხო აი ბოლო 10-15 წელია ბრაზილიაში შეიქმნა ესეთი სისტემა, ახალგაზრდული აკადემიებია, რომლებიც 15 წლამდე, მარტო 15 წლამდე ზდიან ბავშვებს, მიყავთ, ასწავლიან, ფიზიკურად ჯანზე მოყავთ. ეს რაღაც კონვეი ქარხანასავით გააკეთეს და აგზავნიან ევროპაში იმ სტანდარტებით, რა სტანდარტსაც ვთქვათ ითხოვს ჩელსი, სადაც უნდა ირბინო 14 კილომეტრი, ხო? ის აღარ არის, რომ ეხლა ვიღაც ბრაზილიელმა ბიჭმა სიგარას რომ ნაპასი დაარტყას, ხო, შეიძლება მოკვდეს. ამიტომ ხო ძალიან სტანდარტული ერთნაირი ბრაზილია ვნახეთ ჩვენ, აი რობოტები, ბევრი და ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც ყავდათ განსხვავებული და ის რასაც ბრაზილია ქვია, ის დაიმტრა და ეს კატასტროფა მოყვა ამას. ამიტომ ეხლა გუშინ თუ გუშინ წინ გაირკვა რომ მაურინიოსთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს კაცთან რომელმაც ეს ზვრები გამოიწვია ფეხბურთში ეს რობოტ ავტობუსი აი ავტობუსი რო იძახდი ავტობუსი პირველი დააყენა მაურინიომ და მე მგონი ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება იმიტომ რომ ბრაზილიის მუღამი ასე ვთქვათ არის ის რომ სრულიად განსხვავებული ფეხბურთი ითამაშა აი ეს კონვეიერი ამ ქვეყნის ნაკრებს არ უხდება. კი ბატონო და სერგი ვის გულს შემატკივრებდი ეს? არგენტინას გულს შემატკივრებდი ასე რომ ფინალში. მასკენ კიდევ ერთი კითხვა რაც მე ყოველ შემთხვევაში ჩემამდე მოვიდა, უბრალოდ პრობლემა რაც ჩემამდე მოვიდა არის ქართული ფეხბურთის, საქართველოში ფეხბურთის კომენტატორები. იმიტომ რომ აი თქვა სადაც არ მივდივარ და მე ფეხბურთის მოყვარულებით ვარ როგორც აღნიშნე გარშემორტყმული, მაგალითად მამაჩემთან მივდივარ და ნუ არაფერი ჩვეულებრივად აი იწყება და მთავრდება მატჩი ისე რომ მესმის მუდმივი კრიტიკა არ ბილად რომ თქვა Facebook-ს გავშლით ისმის თქვა კომენტატორი რატომ ხდება ესე თქვა აი ლექსო მეუბნებოდა გადაცემის შემოსვლამდე მაჭავარიანი რომ იმ დღესო ქართულ არხზე გქონდა ჩართული და რუსულ კომენტარს უსმენდითო. ეგრე უყურებთ ჩემპიონატს. ხო და რა არის არ ვიცი, აი ვინ შეიძლება ახსნას, რატო მართლა ესეთი ცუდი კომენტატორები გვყავს თუ არ ვიცი, რატო მე მე შევიწყდება მჩება რომ არ მოგეთ თამაშის დინამიკას ვერბალურად ვერ მიყვება კომენტატორი. 1000-ში ერთხელ ერთვება და ამბობს რომ მიიღო იმარმა გადააწოდა იმას ეს რაღაც 5 წამი გრძელდება მე რაღაც ისტორიის მოყოლას იწყებ იქ რაღაც ხდება სტადიონზე საინტერესო ეს კომენტატორი თავის საგზელებს ანუ თამაში რაღაც ცალკე მიდის და კომენტატორი ცალკე მიდის და მარტო ის რომ 1000-ში ერთხელ რაღაც ხმას აუწევს რომ რაღაც დაარტყა ანუ რაღაც ჩააწოდა ეს არ არის კომენტირება ანუ ჩემთვის კომენტატორები ასე ვთქვათ ბევრი არის უნებრივია ეტალონები არიან ესენი რომლებიც თამაშს პირველ წამიდან ბოლო წამამდე მიყლებიან ყველაფერსაც თამაში ხდება ამ ყველაფერს კომენტირებას ახდენენ და თან ამ ყველაფერში ახდენენ ჩაქსოვოს ამ ისტორიების სტატისტიკის ანალიზის და ასე შემდეგ. ოჩუდანს გაყოფილი არის, ანუ ერთი არის ეს ისტორიების სტატისტიკა, თუმცა ამობეჭდილი სახით წინდებ და ამას ხანდახან ამბობენ ხოლმე და მეორეა რომ იქ ხანდახან საუბრობენ რა ხდება მოედანზე.
ყველაზე კარგად არის რადიოში უნდა მოусმინოთ კომენტატორს. ეგ ამყვებოდი, რომ მქონდა უბედურება, რომ მომესმინე ერთ-ერთ თამაშის რადიო კომენტირება და მანქანაში ვიყავი და ასე ვთქვათ, ერთი ტაიმის კატასტროფა არის, იმიტომ რომ რა ხდება სტადიონზე საერთოდ ვერ არა და იყო პერიოდები, როდესაც რადიოში უსმენდა. ვერ გაიგებ რა ხდება, იმიტომ რომ უცბად რაღაც გინდა რომ მიყვე ხო რადიოშიც და აი ვერ ხვდები შენ მოედანზეა ბურთი თუ იქეთ მოედანზეა. ეს აწოდებს თუ არ აწოდებს, წაართვა თუ დაკარგა. იქ აუწე გადავიდოთ უკუთხე აი რაღაც იმიტომ რომ იქ რაღაც ისტორიებს ყვებიან და შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ ფეხბურთი იმ თამაშთან არ არის. თამაშის აღწერას არ აქვს. კონტექსტს ხდება. და ასევე ხშირად მომისმენია რომ ესო შეუძლებელია, იმიტომ რომ ქართული ენა ვერბალური პრობლემაა და სწრაფი ლაპარაკის საშუალებას არ იძლეოდა. მე მგონი ქართულად შეიძლება სწრაფად საუბარი. აი ხა ამას აკეთებს. განგეგო. ანუ შესაძლებელია აი რაღაც სწრაფი საუბარი დინამიკაში თამაში წაყვანა და თანამ ყველაფერს ჩაქსოვა არის ალბათ კომენტატორისთვის კარგი. ამიტომ რომ ლათინურ ამერიკელ კომენტატორებს, იტალიელ კომენტატორებს მილანის მატჩები, მე მგონი არ გამომიტოვებია ბოლო 10 წელია იტალიური კომენტირები. რაღაც ფანტასტიკური კომენტირებაა რა, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე მიდის ხო შოუ არის, სიამოვნებს. ხშირად რადიოთი მისმენია მილანის თამაშებს და ხვდები რა ხდება სტადიონზე. ხვდები რომელი ფეხბურთელი ჩადის, ადის, ანუ რაღაც სურათი გექნება. აქ არ არის ამაზე საუბარი. კი, აი არგენტინაში მესის რომელიღაცა კომენტატორს უსმინე, რომ ცადე გამერკვია რას ამბობს, არ ვიცი, აი ყველაფერს ერთად, ანუ მესის ხო ყვირის, მე რაღაცა რომის პაპზე ლოცულობს, ისიც არგენტინელი ყავთ, აი გიჟივით არ გამოდის ხობი და ისეთ სასაცილო მოსასმენია, თუმცა რო ენა არ გესმის, მაგრამ გავაშიფრინე მას, ვისაც ესმოდა. ლევან, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელისთვის შენთვის როგორი ახსაქმელია ის, რომ უცებ უყურებ მთელი საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატის დროს, რომ გარდაიქმნება ხოლმე რაღაცა დაიყოფა ამ ფანკლუბებად და რაღაც მათთვის სრულიად უცხო ქვეყნებს, მაგალითად აი ჩემი ქმარი არგენტინაში ნამყოფი სულაც არ იყო, 3 წლის წინ ვიყავით თუ 4 წლის წინ ვიყავით, პირველად იყო რო თქვა აი რაღაცა ქვეყნის მიმართ ეს კონდეს, იყოფიან ესე ჯგუფებად და გულშემატკივრობენ სრულიად უცხო გუნდებს. რამდენად როგორი მაინც ყველა გულშემატკივრობენ. არგენტინა რო შეხვდეს არ მგონია მე რაღაც საქართველოს უგულშემატკივრობენ. რა ყველა ისეა რა ვერ გამოვიყურებთ რა. სამწუხაროდ კინეული უნდა ვაღიაროთ. ყველა ანუ დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანი, ყველა ეს ქართველი რო კონდეს ეს ბედნიერება ასაკვირველად დარწმუნებული ვარ, რომ არ ეჭირებოდა რომელიმე ქვეყნის დროშა, ან მაისური და ეცმებოდა ჩვენი ნაკრების მაისური. სამწუხაროდ ეს ბედნიერება არ ქონია, მაგრამ ნუ იმეც ვიტოვებ მე ყოველ შემთხვევაში და მაგ იმის რა ჯერავს, რომ ყოველ შემთხვევაში ვეღირსებით ამას. კი ბატონო და მომავალი ჩემპიონატი, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან საინტერესო იქნება იქ. ხო. განსაკუთრებით თუ იქნება. ხო, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატზე იყო, მე ვნახე ჩემი თვალით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ფანკლუბიდან ჩაერთო პორტუგალიის ფორმაში და იზახდა რომ აი ჩვენ პორტუგალიელები დღეს გადაურბენთ ყველაზე ლაპარაკი. მე მგონი მახსოვს შენ რაღაცას აყვებოდი ამასთან დაკავშირებით ცოტა კარგა ხრის წინ. კიდევ ერთი კითხვა, შემდეგი ჩემპიონატი ვიცით სადაც სტარტდება მოსკოვში, ჩვენ ვნახეთ ის კადრები, სადაც თქვათ ეს ბლატერი, ზეპლატერი, გვერდით აქეთ გვერდს უმშვენებდა ანგელა მერკელი, მეორე გვერდს ვლადიმერ პუტინი. შემდეგი ჩემპიონატი ჩატარდება რუსეთში. ხო, იმის შემდეგი ყატარში კიდე, ხო? ნუ ერთ-ერთიც უნდა სანამ მოსკოვზე გადავალ, ყატარზე მინდა კიდე. მე როგორც ვიცი, ტემპერატურის პრობლემა იყო ბრაზილიაში, ანუ მაღალი ტემპერატურის გამო ესა და ყატარში როგორ უნდა აი ისახია რომ გადაუხურავთო და კონდიცირებას გავაკეთებთო და მარაზმი კლიმატის შექმნაზე ლაპარაკობენ და ძალიან დიდი ფულის გადაგდოს. ნუ მაგათი GDP-ით თუ ავიღებთ, ეხლა კაცზე $100,000 აქვთ, მე მგონი GDP per capita, ალბათ ამას შეძლებენ უბრალოდ რამდენად კარგი იქნება ასეთი ნაყოფი. იანვარში იყო სოფლიო ჩემპიონატი. იყო ეგ საკითხი. არ ვიცი, რამდენად ანუ მე ისეთი გზნობა მაქვს, რომ თლად ჩამოყალიბებულები არ არიან. შეიძლება რაღაც კითხვის ნიშნები კიდე არის იმასთან დაკავშირებით, საერთოდ ჩატარდება თუ არა. ერთ-ერთი იყო, რომ თუმცა ზამთარში ჩატარებული იყო, მე თითქოს მაგაზე თავი შეიკავის, მაგრამ ჩვენ წავიდა მსჯელობა რომ ელემენტარულად ტრადიციის რღვევა იქნებოდა და ის ტრადიცია რომ ჩემპიონატი იმართება საფრანგეთში. ან ყველაფერი აირეოდა იგივე შიდა ჩემპიონატები ევროპაში ხო სულ განერად ნაწილი ფეხბურთელები ძალიან არის შეიქნებოდა.
ტრანსლაციების საკითხია იქ ზამთარს თავისი ისა გეგმა გაწერი რაღაცები, ანუ მოკლედ ეგ ზაფხული დარჩა, ხო და ვერ შეცვალეს და ის კი არა, სიმართლე გითხრათ, კამათიც მიმდინარეობს, შეიძლება ანუ დაზღვევები არსებობს, რომ შეიძლება რუსეთში და ყატარში არ გაიმართოს. მაგალითად ინგლისი აცხადებს, რომ აი ერთი თვით ადრეც რო გადაწყვიტოთ, რომ რუსეთში არ ჩატარდესო, მე მზად ვარ რომ მივიღო ჩემპიონატიო რა, არიან გერმანია მათ შორის. ხო და ანუ შევხედოთ პოლიტიკურად რა როგორ განვითარდება მოვლენები, ანუ არის მცირე შანსი რაც მე გამიხარდება რომ რუსეთში არ ჩატარდეს ჩემპიონატი, ეს ჩემი თქვა პოლიტიკური სურვილია, მაგრამ ფეხბურთის სიყვარული მიბიძგებს მარტივი რაღაცისკენ, რომ ჩვენმა ნაკრებმა სადაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს ჩემპიონატი ამ შესარჩევ ციკლში თავი გამოიჩინოს და მსოფლიო ჩემპიონი მყავს ჯგუფში და ეს ერთიორად ამძაფრებს ყურადღებას ამ ჯგუფის მიმართ, შესაბამისად ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ჩვენს ფეხბურთელებს შანსი, რომ ისინი ნახოს ძალიან ბევრმა. კი, გერმანიასთან თამაშობს. შევი ევროპის ჩემპიონატისა. ხო, ევროპის ჩემპიონატის მოდი. შემდეგს უნდა დავალოდეთ. შემდეგ არის. თუნდაც იყოს ევროპის ჩემპიონატი, ხელს მოვაწერთ დღესვე. კი ბატონო. კი, მართალია. ანუ მოსკოვთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა, ანუ თქვენი აზრი გამოგეთქვათ, მე მახსოვს აი ოლიმპიადაზე, როდესაც საუბრობდით, ჩვენ გვინდოდა რომ თქვათ იგივე, მე მაგალითად მომხრე ვიყავ იმისი, რომ ქართველი სპორტსმენები არ წასულიყვნენ მოსკოვში ოლიმპიადაზე. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნაკრები გავა და დაშვებული იქნება, არ ვიცი ეს სიტყვით როგორ თქვა, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე რას მოისურვებ? მზად იქნებით თუ არა იმისთვის, რომ მან მიიღოს მონაწილეობა და ითამაშოს მოსკოვში ან რუსეთის რომელიმე სხვა ქალაქში. კი, თუ გავედით. მე მგონი, უბრალოდ მე სხვანაირად გეტყვით რა. ჩემი შანსი პირადად რომ რუსეთში ნამყოფი არ ვარ. და ჩემი შანსი რომ რუსეთში მოვხვდე ძალიან დაბალია. თუ დაგიჭერენ. ხო, შეიძლება არ დამიჭირო, მაგრამ უარი რა, მოკლედ არ ვიცი. მაგრამ ერთადერთი შანსი რომ მოვხვდე არის სოფლიო ჩემპიონატზე. ხო. ხო და ამიტომ თუ ჩატარდება და საქართველოს ნაკრები თუ გავა, მე მაგალითად აუცილებლად უგულ შემოთქმულებ. ან მან საქმე რაშია? თუ ვაპირებთ ბოიკოტს, მაშინ უარი უნდა ვთქვათ უკვე შესარჩევ ციკლში თამაშზეც რა. ესე ხა იქ შესარჩევი ციკლი ვითამაშო და მე აღარ მინდა ძმაო, ეგრე არ არის. მსოფლიო ჩემპიონატი იწყება შესარჩევი ციკლით. ეს არის ფინალური ეტაპი. ანუ მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენ თამაშობთ ხოლმე 4 წელიწადში ერთხელ იქ ფინალურ ეტაპზე ვერჩავთ. მე ვერ ხვდები ამას. ხო და მე ხვდები როცა იქა. აქ უნდა შევაფასოთ ღირებულება რა, ეფექტი, ყველაფერი. სიმართლე გითხრათ, ეჭვი. თან კონექტორს გააჩნია მაშინ რა იქნება. რა იქნება? შენ თუ მასე გახოდი მსოფლიო ჩემპიონატზე და დაწყებამდე 3 დღით ადრე სიტყვაზე ომი დაიწყო შენ და შეიძლება, ანუ ეს ღმერთმა უკრას, მაგრამ ეს ძალიან ძნელი სათქმელია, მაგრამ ეხლა დღევანდელი მოცემულობით იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრები გავა მსოფლიო ჩემპიონატზე და ყველა იქ უგულ შემოთქმულებ და მოსკოვში და ამასობაში გადაიფიქრონ კიდეც მოსკოვში, რუსეთში. ვისურვებდი რომ ეგეთი არჩევანის წინაშე დამდგარიყო, ჯერ მივიდეთ იქამდე რომ გავიდეთ. კი ბატონო, მაგრამ ყატარი კარგია, და ვიზა ძალიან მარტივად შეგვიძლია წასვლა. ვიზა არ სჭირდება, ხო? ერთი ვიზა და მეორე მარტივი საფრენი, ანუ ბრაზილიაში ჩასვლა სჭირდება, რა ვიცი, მე მაგალითად ერთი დღე ვიყავ გზაში და ახლა ყატარში 2 საათი ხარ, ანუ მაგალითად კარგია. აი იცი რა მაინტერესებს, გულშემატკივრით თუ შევადარებთ, ყატარი პატარა ქვეყანა ხო ეხლა ნუ სტადიონები არ მგონია რაღაც ძალიან დიდი მანძილით იყოს აი რამდენად კაია რომ ახლოს არის თუ რაღაც შინაგანად ეხლა ერთ თამაშს ესწრები მე რაღაც მიდიხარ რაღაც ანუ რაღაც პროცესია რაც გულშემატკივრს სიამოვნებს აი ძალიან საინტერესო მე არ ყოფილი რომ მე მაგალითად პატარები უფრო მიჩვენია რომ ბევრგან შეგიძლია წახვიდე ეხლა ბრაზილიის პრობლემა რა იყო ბრაზილია ძალიან დიდია სან-პაულოში და სალვადორში სხვაობა არის ამ ორ ადგილს შორის 3 საათი რა და ორი ბილეთი გაქვს ხო შანსიც იმაზე რომ თქვა ადგილ და ფორტალეზაში გადაფრენე და მას უყურო ბრაზილიის ნაკრებს ან რიოში აზრი არ არის ერთი რომ ძვირია მეორე შორია და მესამე ბილეთსაც ვერ იშოვით ახლა ყატარში არის ორი ქალაქი რეალურად თუ ჩატარდება ალბათ იქნება ხო იქნება 4 თუ 5 სტადიონი და მცირე მანძილის გამო ადვილია სამოძრაო აი ის თქვა უკრაინაში ევროპის ჩემპიონატს ვადებ რომ რაღაც ასე ვიყავი მეგობრებთან ერთად საგულშემატკივრო იქაც მარტივი იყო უფრო იმიტომ რომ ჩვენ კი ხარკოვში ვიყავით ბაზირებული ჯგუფზე მაგრამ მარტივად შეგვიძლია დონეცკში წასულიყავი კიევში ანუ მანძილი არ არის იმდენად დიდი და ყატარი იმაზე კიდე უფრო პატარაა კი ეს ნამდვილად ესეა ჩემი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამით ამოიწურა დიდი მადლობა იმედია რომ ბევრი სისულელე არ თქვი გადაცემის სწორობისას მივიდი რომ ყოველ შემთხვევაში კომენტატორების დღეში არ ჩავარდები რაც მე მადლობა სწრაფად საუბარი შეგიძლია სადაც თამაშები სწრაფად საუბარი შემიძლია და
რომ მელაპარაკებოდი სწრაფად საუბარზე, ზურა ჯაფარიძე წარმოვიდგინე, უცებ ის ჩემზე კიდე სწრაფად საუბრობს, ისე რომ ისტორიებს რაც შეეხება UEFA-ს ვებ გვერდზე ქვეყნდება ხოლმე ყველაფერი და ანუ მოპოვება მაგის რთული არ არის. კი ბატონო. ეგ გიდევს და თან ყვები ისტორიებს და თან თამაში არის რაღაც, თქო, აი ლექსოს ძალიან მოწონს მაჭავარი არის ჩემ პროდიუსერს, ეგ გინდია რომ მე წავიყვანა ხოლმე. მე წავიყვანა ფეხბურთზე გადაცემა, ეს რაღაც უცნაური ეფექტის მოყვანულია. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, დიდი მადლობა ჩემს სტუმრებს. ჩვენ ერთმანეთს ორ შაბათს შევხვდებით და მე სავარაუდოდ უკვე საზაფხულო არდადეგებზე დაგემშვიდობებით.